მოკიდე. ვისწავლი მეთქი და ესე ვიტყვი მეთქი. საერთოდ მე როგორც მსახიობი ვთვლი, რომ როცა წერვის ნაწარმოებს კითხულობ, წიგნი უნდა გეჭიროს და თვითონ უნდა კითხულობ. არ თვლი გამართლებულად იმას, რომ მოლოდიანი მსახიობები სწავლობენ და ესე ამბობენ. ეს სპექტაკლი გაიტანია. შეიძლება არა წაკითხვაც აქვს. თავისი ხო, ვისწავლი მეთქი ვიფიქრე ამ ერთხელ ახლა გავალ და ესე წავიკითხავ. ერთ არ მომიკვდა. ორი აბზაცი ვერ ვისწავლე. შავი თუთა. ეს თეთრი თუთაა. ჩვენ რომ ვხედავთ. თუთის ქვეშა ვხედავთ. ირიბის მორიგდია. მორზე დავსხედავთ. სამჯერ მაინც იკითხა შალვა. შავი თუთაა. არა, თეთრია მეთქი. ცხელი დღეა შემოდგომის. სიცხიან ზაფხულს შემოდგომაც სიცხით წამონება. შეესკვნა. შეეჯუფთა, გადაეხლართა. მუხის ქვეშა ვისხედით. ვუსხედით ჭაჭის მაგიდასა, სნოური ჭაჭისა. საღვინე შროშის საკვედგა, ფიალები გორისა. ფიალებში კრიალებიდან მოგუდილი, შუშხუნებდა, ჩაქრა, კრიალა შერჩა. ასევე იქ არ დაგვაყენა რკომა. რკომა. არსად ქაიო, სიოც არაო, ხვავიც არაო, რკო ჩამოდიოდა. მოსწყდებოდა, მორაკუნებდა, მორაკრაკებდა, მოსდევდა თითქოს კლავიშებსა, უკრავდა, მღეროდა. მოჰყვებოდა ერთი მეორესა. ხან მხოლოდ ერთი, სოლოაო თითქოსა, ხანაც გუნდი ამღერდებოდა. ეს არაფერი რა თქმა უნდა. ფიალებში ცვიოდა. საღვინეს უტყავდა, თუჩები მოაღრღნა, შიგნით მიიწევდა, თავფირში ფცევდა, აღარ გვაყენებდა. ჩვენ იმან თავისი გაიტანა. იქ გვირჩევნია შალვამა. ბავშვობაშივე წაიყვანეს სოფლიდან. მეც სახელი და თან გაყვა და დაეკარგა. შალვად დაბრუნდა პენსიის შემდგომ. შალვად მიიღეს. მსხედვართ თუთის ქვეშა. მსხედვართ მორზე და საღვინე მოლზე გვიდგას. ფიალებიცა. ვიდგას თორემ დამლები ვიღარ. მოვჯერდით, მოვხუცდით, ვეღარ ვეგუებით. შალვა მაინც იყინჩება, ისე მაინც ვერ ჩამოვსხდებით. მოვიდგავთ, ჩამოვასხამთ, გვამშვენებს, გვართობს, გვაბარაქიანებს, სიტყვა პასუხსა. თუთობა გასულია, ალბათ თუთაც აღარ დაგვაყენებდა. არა, არ დაგვაყენებდა. გასულია, დამდურებულა. გატვრენილა, მოხისა შულს, სად თუთარო და გეძღაბნება სადრო რკოი ჩაგიკაკუნებს და ჩაგიკაკუნებს. თუ არ გაეცალე რა თქმა უნდა. ხო, გავეცალებთ. შალვა მეოთხედ მეკითხებ. პრინციპში შავი თუთაა. მეხუთედაც ღვინო თეთრია. წმინდა. შალვას უნდა რომ თუთა შავი იყოს. უნდა და უნდოდეს იყოს. თაგვდებით. შალვა ფიალას დაეწოდება. დაიფშხალება. აღარ აიღებს. ღვინოც არ უნდა. თუთის წვენია თითქოსაო. შავი თუთისა. ჩერჩოს რომ შიგვე ჩარჩენიათ თითქოსა. ციცხელა დაეხსნება. საბაბი უნდოდა. საბაბი მიეცა. ზესიძეც შევედი ჩემი პირველი ცოლის ოჯახშიო. პრინციპშიო. მე შევედი და ის მომეგება. პრინციპში. შავი თუთა მომეგებაო. შენ ციცი თუ რა კომუნიკაბლური ვარ. ის თავიდანვე არ მომეწონა. ვეებარამი კლად ეზოდა ერყა პრინციპში. გადაფოფრილი სახურავზე და ლამის სახლში შემოიჭრას თუთაო. რა ბრძანებაა? სახლი ჩაესვა კალთაშია. კლავნი შემოეჭდა, გულზე მიეკრა. ეზო შავად მოგლესილიყო პრინციპში. ამოგამფლილიყო ტროტუარიცა. ავტობუსამდისაც მიჰყვებოდა.
ქუსლებს ვიფხებდით საფეხურზე და დამლაგებელი ფაჭუჩებს ამახვედრებდა, ისე არ მიშვებდა სამსახურში. სიდედმაც მომიმარჯვა ფაჭუჩები იმ პირველადვე, ისე ფეხი არ შემოდგაო. არ დავინახო თუთის ლაქა იატაკზე და წრიალებდა შიგნით ყველაფერი. ეზოც რომ თუთით გათხუბრულიყო, შავი, კუპრისფერი თუთითა. კონტრასტი, მეც უნდა დამეცვა ეს კონტრასტი. ასეთი მენტალიტეტი ჩამოყალიბებული პრინციპში. კონტრასტიც ამგვარი გამიდო ჩემმა სიდიდრემა. მე როგორც ინვესტორი შემეჩვია ასეთებსა. შენ როგორ? შენ რა ხარ? კარგია. უცხოური, ეკონომიური. გამიჭირდა მართალი გითხრა. შიშის სინდრომი მომეძალა. გზაზე მეჭირა თვალი. სად გავქცეული ხარ ისევ ინვესტორი უნდა ვთქვა. ინვესტორები როგორც კარგია, ან სხვა რამ რადიკალური უნდა მეღონა. შენ რას იფშხალები? არ მოგწონს? ეს რა ფრაქციებიო, ეს პარტიებიო, მინისტრებიო პრინციპში. თუ ვინც არიან, თუ რა არიან, სხვანაირად ალაპარაკობ. მოერიდე რამდენიც გერებს, ვერ საიცაუხო. ცოლიდან დავიწყე პრინციპში. ან მე ანებ თუთა მეთქი დავაფიქსირა. ხო რადიკალური. რაც უნდა ყოფილიყო, წარბიც არ შეუხრია ჩემ ძვირფას პარტნიორ კალბატონსა. კონფიდენციალურ მოლაპარაკებას ირჩევ ჩემს სიდიდრთანაო. ეს იმისი პრეროგატივა გახდა. მე ულტიმატუმი წარმოდები. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის აუცილებლობა ამ თუთის ლიკვიდაციას მოითხოვს მეთქი. ინებებთ ტენდერი გამოცხადეს. ინებებთ ტენდერი გამოცხადეს, ინებებთ მე მომჭრი მეთქი. მაგისი ლიკვიდაცია და შენი იმპიჩმენტი ერთდროულად მოხდება. ზურგი შემაქცია. ისე მომიგო. მომჭრი და შენც მოიჭრები ჩემი სახლიდან. კონფრონტაცია იწყება. არ გამომადგებოდა კონფრონტაციის კურსი, სამშვიდობო მოლაპარაკების კურსი უნდა აღეჩინა. ისე დააფიქსირა. ამას რომ ხანგრძლივი და დამკაცველი დრო უნდა, არადა არ იკითხავ. ასე მელოდი როდი გახდი, წაბლისფერი კუბულები მეყარა, მევსებოდა შავი თუთითა, გელვანდებოდა თმები, შავი წვენი ჩამოდიოდა ცხვირქვისა და მედგამდებოდა თეთრი ხალათები. პრინციპში ეს მიხარდა. გავიძრობდი, მოვაფრიალებდი, შეხედეთ, დავთქმი მეთქი. არავითარი პანიკა, ჩამომართმევდა სიდედრი ჩემი, სხვას მომაწვდიდა, უფრო ქათქათასა. უთოს სუნირობას დიოდა. მოთხრილის რეაბილიტაციასაც მაშინვე შეუძლებოდა პრინციპში. ხოჭა, ხო. აიყელყელა ზლოკვი ფიალაზე. ანყალებს, გაშტერდება, ნესტავს ასავსარებს, გაივინდება, ჩაკიდებს თავსა. ყლოსავს თუ რა არის. რაც თუ რა არის. ლაფუჩებში ჩავკიდებ, თითებსა, ავიყვან, მოვისვრი, გაფრინდება, გაიკლაპნება მზეზე. ჩასრიალდება ბალახებშია. ლიკვიდაციის ღირსი არ იყო. მიწყრება შალვაი, იფშხალები. მახრა უყვარს. მახრა მტერია ბოსტნისა. ბოსტნის გულისათვის გესმი უნდა დაიდო. ზოლოგი გესლავ. ზოგიო, რა იცი რომ ის ზოგია. სოფელმა იცის. სოფელი არ აღკლავს. მეც სოფლისა ვარ. იქ ბალახი ვიფინებს, იქ ხელ. მიიკლაპნება ბალახი. მიწყდება. ან თუ გადაშორდება თვალსა. შალვა თავისას მიუბრუნდება. გამორჩება ეგ რაიმე. ეგეც არაფერი. ამბავი ამით არ დაირობა. ორი ერთნაირი ერთსართულიანი შენობა გაჭიმულიყო იქვე მეზობლადა ერთმანეთის პირისპირა ყაზარმული ნიმუშისაი. ყაზარმებიცა ყოფილიყო ნიკოლოზის დროინდელი თუ სულაც ალექსანდრესიო. პირველებს ვამბობ პრინციპში. პირველ ნიკოლოზსა, პირველ ალექსანდრესა, რომ დავემყარეთ ჯარიც რო ჩაეყენებინათ ის პირველი ჯარისა. ჯარი კვერნაკზე გაეყვანათ, მერე და მე, იქ ოფიცრობა ჩაეყენებინათ. მსხვილი, არა, კომფორტაბელური ბინები ჩამოერგებინათ იმუთისა. იქ წვრილფეხობა ჩაეყენებინათ. აკალკულიდნენ ისინიცა,
კომფორტაბელური. Ახლაც ხო მოსურნეს ყველა ახლაც ხო მუსირებს ყველა საფეხურზე და კაცრა. ქალაქომი აშაშმინებდა პრინციპში. ჯერ იმათურ იგებდა, სადაც თუ რამეს ააშენებდა. იყვნენ და იყვნენ, არილებოდნენ, შევარდნილიყო იქაცა ტბორი ჩვენი თუთისაი. ეზოჭირო ტბორად შევარდნილიყო, განტოტილიყო მერე ბილიკება და კარებს მისდებოდა ყოველი ოჯახისა. ბავშვებისგან, ბავშვები მთელი დღე თუთას ეხვეოდნენ. ახტოდნენ, დახტოდნენ, დასრიალებდნენ ტოტებზე და თეთრი მაიმუნები ვიდა, ვიზუალურად. გინახავს თეთრი მაიმუნები. ნახავთ, გამოგებული. აიჭრებოდან თეთრი თმებითა და შავად შეღებილები ჩამოდიოდნენ. წყრებოდნენ დედები, ბავშვებს უწყრებოდნენ. არ ჩვენ გაგვაგონებდნენ კარგ სიტყვებსა, მე სიამოვნებდა. იმათში ვეძებდი კომპრომატებსა ჩემი სიდედრისა. იქ იმისი დისკრედიტაცია მომზადდებოდა. მე ხელებს ვიფშვნებდი. ჩუმად ტაშს უკრავდი, ჩუმა და ჩემსავე გასაგონადა. ისინი არ იშლიდნენ თავიანსასა. რაღა შავიო, რასა გავსო, თეთრი ვერ დარგესო, კონფლიქტი მწიფდებოდა. ჩემი სიდედრი თავისასა, უკაცრავადაო ბატონებო, თქვენს მობრძანებას არ ველოდითო, თქვენი ტეისტი არ ვიცოდიო, ახლა თეთრად შეგიღებავთო. უცდნენ თუ რა იყო შეღებვასა, კონფლიქტი არ იზრდებოდა. პანაცია არ იყო, ბავშვები არ იშლებოდნენ, მოცვივოდნენ და გასვიდებოდნენ. თეთრად მოცვიოდნენ, თეთრად აიჭრებოდნენ ტოტებზე და შავად ჩამოცვიდებოდნენ, შავად გაცვიდებოდნენ. ეს უფრო უხარდა. ჭყვიროდნენ, კითხითებდნენ, პანაცია არ იყო, გულს მაინც ვიმშვიდებდი. მაინც მახსოვდა, მაგრამ ღმერთი არ გასწირავს. არა, და უცებ ტერაქტი არ განხორციელდა. ბავშვი ჩამოვარდა თუთიდან. ჩამოაგდესო, დედები მოგვეჭრნენ ცივილკივილითა, საპროტესტო აქცია მოგვიწვეს, მამები ტანკებიც მოგრიალდნენ. ეს ჩვენი ძმა ოკუპანტები თუთაო და საჰკარიანად გვიპირებდნენ მიწასთან გასწორებას, დესტაბილიზაცია დაიწყო. შენც არ მომიკვდე, წარბიც არ შეუყრია იჩემ სიდედრსა. ბუდიონის ქუდი ჩამოიყო, ჭიშკართან ჩადგა და აბა მოდითო, ვინ აკონივარდო? ჩემი ქმრის ამბავი აღარ ვიცი სტალინგრადის მერეო, რომ იდიოდა დამიბარაო, ეს თუთა და ჩემი სულიო. აბა ერთი ბუზია უფრინეთო, ვერა უფრინეს, აბა. გაბრუნდნენ, აბა. არ ვიცი, რამ უფრო დააფრთხო სტალინგრადმა თუ ბუდიონის ქუდმა. ალბათ ორივემა პრინციპში. მაშინ ორივე სჭრიდა. ბავშვს არაფერი არ მოსვლია. ერთი-ორი დღე იკვანჭილა. მე ისე მოექცა თუთასა კენცელოზე და დაკონციალდა ჩემი სიდედრი. ჩამოეტყვიო, არ ჩამოვარდე კიდევ. მე არც მაშინ ჩამოვარდნილ. სორსერისმა ჩამომაგდო, ეს სიტყვა არ ვიცი რა, სორსერის. ხელოვნური სიტყვა. იცით რა, სორსერისმა ჩამომაგდო. პროკურორი იწმუნებოდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმეო. ნატრობი ჩემი სიდედრი გამოცხადებულიყო ეჭმიტანილადა. არა, სორსერისი გრძელწყვირა უნდა ყოფილიყო. გაწელილი და ამოწუწული თმებითა. იმას ჭკვირი პაჭვა ჰქონდა. თმები მოკვერცხლი, დავარცხნილი წმინდა და თვალები ანგელოზისებრი, რო ცხარობდა მაშინაც. ატარა ქორფა ანგელოზისებრი, გაბრიელი როა ისეთი. არა. ქართულ სორსერის რაც წარმოიდგა და რუსის ბიჭი, მე ამას მოეჭიდე. გამოძიება დაატყოს. მინდოდა გამოძიება სასულო კვალზე დამეყენებინა. ვის დააწყო? აღმკვეთი ღონისძიებები გააქტიურა. ურთაწიათი ჩამოათრია ბიჭი, კინცისკვრით გაარდა. გარეკას ხვებიცა. იხვეწებოდნენ, ივედრებოდნენ, არაფერი მარგაში. ჭიშკარი ჩაკა. კუტიკარი ჩაკა. იზრდებოდა დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი. ისინი აგრესიაზე გადავიდნენ. ობიდანაც ურებოდნენ. ამან ძაღლი აუშვა, ფრთხვილავდა ძაღლი. ხან შარლის ნაგრიჯი მოუჭამდა კვინებში, ხან კაბის ბოლო.
განცხადებაც დასდო მილიციაში, სიდედრმა, ძაღლის მოწამვლის მცდელობაში დაადანაშაულა ბავშვები. ბავშვებმა თავი იმართლეს, ძაღლი მიყვარსო, ძაღლი ყველას ახავდა, სათამაშო ძაღლი. ძაღლებით გამოცხადდნენ მილიციაში. შეურჩიეს, ბავშვებმა ჩემთან დაამხარეს კონტაქტები. გაიმართა რიგი შეხვედრები, რაუნდები, ქალაქის ბასეინში, შახმატის კლუბში, მაროჟინის კაფეში, პრინციპში. ბავშვებს მაროჟინი უფრო ისიამოვნებოდა. თქავდნენ, სიდედრი არ მაფინანსებდა. კრედიტს ვიღებდი. ბავშვებმა მოითხოვეს, ქსენოფობად გამოცხადებულიყო მოპირისპირე მხარე. მოპირისპირე მხარემ ულაპარაკების შეწყვეტა მოითხოვა. ბავშვებმა დასწრეს. ისედაც ბევრი დებატები მიწევდა. ინტენსიურად იხილებოდა სპექტრი საკითხებისა, როგორც ვერტიკალურად, ისევე ჰორიზონტალურად. კონფლიქტური სიტუაციები აპოგეას აღწევდნენ. ვექტორი ირყეოდა, პრიორიტეტების გადაწყვეტა გაჭირდა. მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ივსებოდა პროტოკოლები. ჩვენ არ ვიწროვდით. კარგი რენომეტი არ ვსაგებოდით სიდედრთან. ბავშვებთანაც შემერთა იმიჯი. გადადგომა მელოდა. მოახერხეთ ძალთა კონცენტრირება. მერე ყველაფერი ფორსირებულად წავიდა. კონსენსუსი შედგა. აბა, რეზონანსი კომბინაციური. იწყებოდა ურთიერთობის სრული რეაბილიტაცია. ახალი ერა. ბავშვები ამიერიდან სათითაოდ უნდა შემოსულიყვნენ ჩვენს ეზოში. სათითაოდა. თან დედა უნდა მოეყვანა თითოეულსა თავისი. საკუთარი. ბავშვი თუთაზე ავიდოდა, დედა დაეოდებოდა. ბავშვი და დედა შვიდობით ჩამოვიდოდა თუ არა, ჩამოვართმევდი და კვახი, მოიცა რა. ბავშვი შვიდობით ჩამოვიდოდა თუ ჩამოვარდებოდა და კვახივით გასკდებოდა. ბავშვი პრინციპში. ეს ჩვენ არ მოგვიკითხებოდა. სიდედს ეს მუხლი მოეწონა ყველაზე მეტადან. კვახივითაც თუ გასკდებაო, თავიდანვე რომ მიგვეგნო ამ მუხლისთვისა, ამდენი რაუნდი აღარ დაგჭირდებოდა პრინციპში. ეს იყო ყველაზე თბილი განცხადება. თელს ამ დიპლომატიურ დებატებში. დაიწყო სრული რეაბილიტაცია. აღარც რო ჭვილი, აღარც რო გნიასი, თუ გადაძახილი, გადმოძახილი, ხტულვასრიანი, ტოტიდან ტოცე და აღარც რო შიში აღარავით არის. აღარც ტოტალიტარიზმი, დესტაბილიზაციის შიშიცა. პირი ეგრევე შერჩება შალვასა. ამზე შერჩება ზლობი მოსწრიანებს. წავიდა გობრუნებულა შეჩერდება. ვიღაცას უცნის და უხმობს ვიღაცასა. ეს უკვე მოტიბულზია. მის ჩერებია წამოსული ბალანსი, სისინებს და წლიკვინებს. იყავდება, დაეშვება, აპრეხავს კურსა, შეტრიალდება. მოირკალება, გაიშლება, უთუოდ უხმობს, უთუოდ აკეზებს და სხვაც გამოჩერდება მეორე ზლობი. ის შეითამაშებს, აისტრაფება. ის მაინც აყოვნებს, ფრთხილობს მაინცა, ეს მოვა, ფიალას შემოევლება, აილაპლატება, თავს ჩაყობს ღვინოში, უცებრი ამოხობს, შეიფერხავს თავსა, გახრის წინწილებს და ჩაყობს, ისევია, აათოხტუხებს სითხეს აფიალაში, აატორტმანებს ლამის კიდევადაც გადმოიქციოსო. მაგრამ არა, აიწურება, ჩასრიალდება ერთიანად და დაიწყბუტუნებს და ჩასრიალდება. ის მეორეც აესტრაფება. თვალის დახამხამებასაც რომ ვერ მოასწრებ, ისიც აღმოჩნდება მეორე ფიალაში. და მალე სულ მალე დაიძებს ღვინოი და ამოშრება, ამოიწაფება, ამოილოყება ორივე ფიალა. სინქრონულადაო შალვა დასწინებს. ამოსრიალდება ორივე ზლობი შრალადა შეტყუპდება და შეინავარდებს ორივე ერთად და შეინავარდებს გაუჩინარდება ორივე ერთად. არ ზერო შერჩება იქიდანვე გააბამს შალვა. ღარავით არის სრული სტაბილიზაცია. დარეკავს ზარ. მე კარს გავანა. ბავშვი ბიძრება თუთაზე და დედას მივიწვევ აივანზე. ხო, არ მივატოვებ, ქალია. რა ვუყო, მეზობელია. მეზობლის ქალს ხელს ნუახლებოდო, ყურადღება არ მიაქციო საგანოდია. ვარტო, მას მიზლო. მე ამის პოსტულატები მაქვს. მაშინ მაინცა. რევიტარი ალტერნატივა. წყალიო თუ შეიძლება, ბატონები წადებით მეთქი, ციცი, ლიმონადსაც ხო არ ვინებთ მეთქი, ეგება რომ ლიქიორსაცა. კონიაკის მოსორნელიც აღმოჩნდებიან. შევდივარ ეშხში. ახლა ისინი ჯერ უბრალოდ შემოდიოდნენ მეზობლურად და ეზოს მიდგებოდა, მოკოპციავდებოდნენ. მერე
მოითრებოდნენ, მოიკაზმებოდნენ, მოლამაზდებოდნენ, მოკაკულწოდნენ. მეც ვიჭიმები, ულვაშებს ვისწორებ, ვიწყებავ წარბებსა, სუნცრუყო. ვიწმაწნები ჯენტლმენები. ვის ძაფის ამოღებას ვეთამაშებ? ვის? დურაჩკასა, გამურვაზე, ბაჭდებ თითებსა შუბზე, ლოყებზე გამირბიან, ნიკაპქვეშა, ბიბილოს ქვეშა, მარცხზედაც მივიწვევ. პრინციპში პატარა საბოსტნეცა მაყავს. ჰქონდა ჩემს სიდედრსა. მარცხსაც ურიდა. ხოდა მარცხი მწვანე ფოთლებშია. წითლა და ოდა რაღაც მოუდა. ხან არც მოსჭამდა. საძებარი ხდება. ვეძები, ჩაშუცულები. შეეფეთებოდა თითებსა. პრინციპში ბავშვი თუთით იბურტავებდა. ხარი მხარს მიეხლებოდა მუხლი მუხსა. ვიცინები. პრინციპში ბავშვი თუთით იბურტებოდა. შეიძლება რომ აუკატავებულიყავით ჩაფონსულნი. აგრეოდა ფეხიცა გადაკოტრიალებულიყავით. ან თუ მეო, ან თუ ორივენი. უნდა მიშველებოდით ერთი მეორესა. უნდა უსათუოდა რა თქმა უნდა. ვერც ეგრე ადვილად მიშველებოდი. გადავემხობოდი ან თუ მე, ან თუ თვითონ ის გადმომემხობოდა. იყო სიცილი, კრეაცი, ჭირყვილი პრინციპში. ბავშვი თუთით იბურტებოდა. ეგზისტენციებიც იყო. ყველას თავისი პრობლემები აწუხებდა. სექსის პრობლემები ახალისებდა ყველას. ერთ იმასაც გამომიტყდა, გათხოვებამდე 3 პარტნიორი ყავდაო. გავთხოვდი და 2 შვილი შემეძინო. და ორგაზმი ჯერაც არ გამიგიაო. მარწყვის ბუწუწებში ვისხედით, ჟოლოს ბუჩქები მაინც ყოფილიყო. არ მახსოვდა მე ჩემი სიდედრი, ეგ ფანჯრიდან გაეთვალა ბავშვი, ჩამოვარდეს და პახვილი დასკდას. გაეთვალა და მეს აღარ მეკითხებოდი. რას მეკითხებოდი? უძღვებოდი, იწევდა სმეტი ჩემი რეიტინგისა, ადიოდა, მუსირებდა ჩემი სახელი, გაიფურთავებდა ერთი ბავშვი, რომ სხვა მოიწევდა დასაკუთრებულად. სხვაი, პრინციპში მარცხში ჩასაცუცკებლად სხვა მოიწევდა, სხვაი, იყო ერთი აცკა, ცუცკა, კოტრიალა და კრიაცი, მაგრამ განა ეს სოფელი გაახარებს. მე რო სიდედრი გადამავიწყდება კიდევაცა, იმას თურმე არ დამფიწყებია. ჯერ მანამდე ფინანს ინსპექტორები დაგვესმიან თავსა. თუთითა სპეკულიანტობთ. კორუფციას და ბრძოლა ახლა რა არის? მაშინ იყო თუ იყო ფულს ამოუდენ, დაგვესმებიან, თანაც დაგვარიგებენ. არავინ გიჩივლობდა ჩვენ აღარ შეგაწუხებდო. ვინ გვიჩივლებდა? ბავშვები იბურტებოდნენ, დედები ინაბებოდნენ. ხოლო მამები გატაცებით ასწავლიდნენ ჯარისკაცებსა. ერთ ზაღლშვილი ქართველები თუ ქუჩებში გამოვიდოდნენ, როგორ გაეჟრიტათ ტანკებით. მერე სიდედრიო გამოვარდებოდნენ უხეირო დღესა შინიდანა გავარებული. არც მე შემომხედავს, არც ასტუმარსა. შენ თქვი ქართული ტოლერანტობაო, გავარდება ქუჩაში, შეძრავს მეზობლებსა. შემოვარდება და ისე ცეცხლმოდებული პირდაპირს მომახლის და მიბრძანებს. მოხერხეო, თუთა მოხერხეო. გამოუყოლებინა ერთი მეზობელიცა. პრინციპში. ეს გაგიწევს პირდაპირსა. ახლა რის ტენდერი, რა ტენდერიო. შენ თვითონ მოხერხეო. მეც ეს მინდოდა. აღარ მინდოდა. დრონი იცვლებიან, კაცი იცვლებიან. ეს შეგვიძლია. აღარ მინდოდა. მეზობლებმაც არაო ლობირება მოახდინებდა. ბავშვებიც ამოგვიდნენ ხარში, დიდებიცა. გარდამავალი სახისამის სლაურისა, მონგოლოიდურიდან სლაურობამდისა, ნაირფერით მეფითა დავარწმნილი და ნაირგვარა და მომხიბლავა და მიმზიდველა და ზოგს დაუდევრობად ჩამოეშალა. კარგი რამ იყო მარწყვის ბუჩქებში. ვიხლავდებოდი, ვიბურდებოდი, ლამის ვეღარც გამოვიხსნებოდი. იტყრნეს, თითქოს ჩაიფლო იქვეო. არა, ისევ ძლობია, ორივე ერთადა, რომელს გამოასწორებს. მოსრიალებდნენ, შეჯიბრდნენ, მარათონია, ერთად შემოევლებიან საღმინე დოქსა, ზედ შესრიალდებიან ერთდროულადან, ტუჩებს ასწდებიან სანახევროდან, ქანაობე,
ხან შემოიგრეხებიან ერთი მეორესა ერთად ჩაცვლიან საღვინეში კუდები შერჩება კუდები იკვრის კუდებიც გაქრება მე ამბობენ ჯერ სანახევრო და კაბელილები გაიზმორებიან მოიღმენთებიან ჩაიწურებიან თუ რა მოვად იმათვე არიან რაც რო არიან მოეხვევიან ერთმანეთს და არიან ეგრე გადაუჭდიან ელი ყელზე და ჩახუტებულად მე კოცნიან ალბათ თუჩებს რომ შეეცებება ჯერ რომ ნესტარს ასავსავებენ შეხლავთავენ და ასავსავებენ თუჩები მერე და დააკვდება ერთი მეორესა აქ ესაა ამედერაფე მეტი მერეა ჩამოცულდებიან ზოგიდან შემოულია შეინავარდებენ გაცვივიან უცებ ზიგულადა მართლაც გაცვივიან უცებ იქ არიან აი ელელებიან შეტყობდებიან გაიშოტებიან აკეთიკი და წამოცვივიან შეტყობდებიან კიდევა და კიდევა ისევია და ისევია თუ რამდენჯერაო არ დამთვლი შალვა თუ ითვლი და არ მიკითხავს ოღონდ ესა ერთხელაც რომ შეტყობდებიან და ეშვებიან ისე ნაზადა ნარნარადა ისე გაისუსებიან გაინაბებიან ისე იმგვარად და დაავიწყდებათ რომ ყველაფერი თავდავიწყებას რომ იეცებიან ქვეყნიერებას რომ დაენგრენ თავზე ვეღარაფერს რომ ვეღარ გაიგებენ რო შეჩერდება ცუდი სოფელი რო შეჩერდება ცუდი შეჩერებული წანი თუნდაცა წანი გაყინული გოეთერო ნატრობდა გოეთეო რა ხონდა სანატრელი მოხუცობაშიც არ აყდა ჩქოლა გოევიო შეშურებია შური შეუფიქრებია გოეთე წაშურსა შლეგებმა ლუდვიგ ტიკი დამიპირისპირესო ის შური გამქრალა უფრო დიდი შურისა ბევრად წვრილმანიც ისევე გამქრალა მაინც ამ ძვინვარებს წამიც ისევ სანატრელია სანატრელი ფანი და ორი ცოტი სოფლისა ორი ზლობი შეჭმუხებულა წამო შეჩერდა ბატონო შალვა ბატონ მეცა ათი შალვა რა თქვი მეცა არაფერი შალვა არაფერი მე ლობი არ შედგა შალვა განაგიწევს ტოლერანტობა და რა მოხელია ტოლერანტობა მასებისა დიქტატურა თუ გამძვინვარდა დავადეთ პირდაპირ დავადეთ და გავციეთ და გამოვციეთ გავედით და გადავიტანეთ ბოლომდის პრინციპში არც შეგვასმენა არც ამოგვასუნთქა ოფლიც არაო არ მოგვაწმენდით გაივლი და გარშემო დაგწვიოდა მონათას ზემდეგი დედა ტერეზა გეგონებოდა ამასთან შედარებით არ შეიწყენარებდა დაგვილობასა არც სხვა არაფერს არ შეიწყენარებდა ალბათ მათრახსაც წამოავლებდა ხელსა ბირდაბის რომ თუ შევაჩერებდით ვერ შევაჩერებდით არ შეგვიჩერებდით ჩვენ წელსში გავწვით დაიგმინა შალვა თუთამა დაიგმინა და დაიკუხა და დაეცა დაიდგა ბედად არაფერი დაუტანა საგაიხსნა ვიგნელებდა განათდა მე წრეებს დავაშტერდი გადანახევზე და ვითომ წლებს ვითვლიდი რას ვითვლი მართლაც რომ გამოშტერებული და ხანცულობდი ვერც რომ გავუგეთო ვინ იწილა და ვის უწილა კრიმინალ კილერ რადიო ის მაინც გავიგე ვიღაც რომ დაემხო წრეების დათვლა რომ ამირია ამდგარ მერეოდა ჩემი სიკვდილი დაემხო მოიჭა აღარც ამდგარა კრინკიც აღარ დაუძროს ეს იყო უკანასკნელი სიტყვები მისი ხოს ურში მიჟღიერებს კრიმინალ კილერ რადიო გოეთე რო ყდებოდაო შენგანაც გამიგონია სინათლე უნატრია მეტი სინათლე ტერმინალში ჭედავდნენ ტერმინალში გადავოდა პრინციპში სხვას მეკითხავდა კაცი თვია რომ დაუშენია ილიასთვისა გაუცებული იმ კორუმპირებულებს ამ კრიმინალებს ჩემთან რა უნდათ ალბათ ვინმეში ვეშლებიო შემოძახნია მე ილია ვარ დიახო ვიცითო მიწამძარდებიო დაუშენიათ და დაუშენიათ უარესად დაუშენიათ დაუხსოვებიან ის კრიმინალები დამტაკებიცა შემსრულებლებიცა ჩემი სიდიდრით რო ყოფილიყო დიდი ადამიანი ისტორია მეც მომიხსენიებდა გამოჩენილ კილერთა შორისა
ამ სიტყვებსაც საკუთრად შემოუნახავდა კრიმინალ კილერ რადიო გოეთეს სინათლე რა არის ამასთან შედარებით და ამ ილია ვარო პრინციპში ილია იყოს ვარ ვინ იქნებოდა რაც უნდა იყოს დავასვენ დავკრძალე გზადავლოცე გავისტუმრე ახლობლები თანამ გზნობები მარტოღა დავჭით მე და ჩემი პარტნიორ ქალი ირბენი და არც აცილე და არც აცხელა იმათ ჩემმა პარტნიორ ქალმა პირველმა კარებზე მიმიქითა კარებთან ჩემი ჩემოდანი მიედგა იმითი მივედი იმითი გამოვისტუმრა კრენტიც არ დაგიძრახავთ არა არ შენა არც იმასა არა რა თქმა უნდა რა უნდა განაჩენი ხო გამოტანილი მქონდა პრინციპში ამას მოჭრი და იმპიჩმენტი არ აქცდება ეს ხო პირველი დამბირდა მეორე ზესიძეობის ამბავსაც მოგიყვებიო მესამესაც აღარ დაგცავთ მოვლენები ისე ვითარდება ისე ბევრი ზეცადო ვერ დაიცავ შენს პირობასა რაოდენ პირიანი კაციც უნდა იყო ვერ დაიცავ ვერა დილა ღამიანი გაგყოლოდა ავტობუსსა გორში დაიბარეს ანტელეიმონის თათბირზედა ონიანის თათბირზედაც დაარბის ამჯერად ანტელეიმონის საუ მითხრეს ანტელეიმონის საუ დამიბეჯითეს თათბირობს გასჩენოდა არ სატეხიცა ანტელეიმონის გადაცნობოდა ტროიკა სახელი მოხვედილიო ხელნა გაეგლიჯა ტროიკასა დროგიდან ტროიკა ცალკე მიჭერაობდა დროგი ცალკე მიგორავდა თავდაღმართზედა გადაიჩეხებოდა დროგი გადახვებოდა პანტელეიმონისა გადახვებოდა ერთ შეინავარდებდა აერში მერე დროგის ქვეშ მოექცეოდა ტროიკა მიკროდა ტროიკა მიარღვევდა მიჭენაობდა თავაცფათილი გაკაფული ტროიკა აღდები წაყრები რა ხდებდა წფათილი დაყრუებული დაბრმავებული მიკროდა ნალებ დაყრილი ჩლიქებ დაგლეჯილი ტროიკა მიკროდა მიარახულებდა აგეჯილ ხელნასა ტროიკა გაწაფული ჯერ სხვა დროგებსა გაწაფული პანტელეიმონის დროგამდისა დაგეშილი გამოჯექილი გააშვებული გაფორტებული გაველურებული ტროიკა გუგუაძე მარგიანი კვარაცხელია აწყვეტილი აღარ შეექმოდა დროგსა პანტელეიმონისა გადაიჭერებოდა პანტელეიმონი ეგება თვალის სასახლება და ვინ უწყის თუ რას ჩარჩურჩურებს პატრონებსაო ვინ უწყისო ყოველ შემთხვევაში ტროიკა მიკროდა მიიხლაფებოდა მიხრხინებდა გადაბრუნდა ჩვენი ცი გადაბრუნდა ჩვენი დროგი კოტრია არასწორდა პანტელეიმონი ახალი ტროიკა გამომიბითო წიოდა მაგათში მომტყულდი სხვებშიც რომ მომტყულდე კიდევ სხვებს მომიტყო კიდევაო შალვა იმ კაცად არ მეგულებოდა რომ შებმოდა გადაბრუნებულ დროგს არა იმ კაცად არ მეგულებოდა ფაქტირებს მაინც არ გამოსტოებდა იქაც დაესწრებოდა იქაცა და აკაცა იქაც ჩაეწერებოდა იქაცა და აკაცა ერთი ათაფ ეგონებოდა პარლამენტში გაძრომაელება შეყოწიწებული ბლოკები ერჩივნა დაშლილ პარტიებსა მაჟორიტარობაზედაც არ იტყოდა უარსა ოღონდ აქაც პარტიას უნდა გაეძღვინე ძლიერსა ან თუ ბლოკსა იცოდა ყველაფერი იცოდა შალვამა ზესიძეობა კარაბადინია ცხოვრებისაო შალვა ბრძანებდა პრინციპშიო გადაეფუძლა რამდენიმე კარაბადინი მე ერთი მომითხოვ ვეღარ მოიცლიდა ჩემთვისა სოფელში ვეღარ მოიცლიდა ერთხელ მოსულიყო კრება ჩაეტარებინა თქვენ ხო იცით ხმარის უნდა მისცეთო ჩემთან მოკითხვა დაებარებინა რაღაც დამენა ალბათ ისა კიდევ ორი ზესიძეობის ამბავი დამენა სინამდვილე გამოდგა რა უნდა პარლამენტში მეთქე მას სადავ გაიკვირვეს მაგან რო სიტყვები იცის მას სად უნდა იყოს საწყალი სიდედრიცა მაგის მერთმა აწყოს ისიც საპარლამენტო კალი იყო მე მომიხერხდა ყველა ეს სიტყვა გადმომეცა
მე ვერ მომიხერხდა ყველა ეს სიტყვა, რომელსაც სიტყვათა წყობასაც იმისასა ალღო ვერავარ, რაც რომ მოგითხრე, როგორ გამოვყრიფე მიგვირს.